გამარჯობა, ვაგრძელებ საუბარს ადამიანის საჭმლის-მომლებელი ტრაქტის ჰისტოლოგიაზე. წინა ლექციაზე ვისაუბრე მსხვილი ნაწლავზე. დღეს საუბარი ასევე მსხვილი ნაწლავის ნაწილით უნდა გავაგრძელო, კონკრეტულად ტერმინალური ნაწილით, რომელსაც სწორი ნაწლავი ეწოდება, რადგან იგი ცალკეულ განხილვას მოითხოვს განსხვავებული სტრუქტურის გამო. დასაწყისისთვის განვიხილოთ ეს მაკროპრეპარატი. აი ეს ნაწილი არის სწორი ნაწლავის დისტალური ნაწილი ამ პრეპარატისა კონკრეტულად, ანუ პროქსიმალურ შესაბამისად აი ამ ნაწილშია მოთავსებული და აი ამ მაკროპრეპარატიდან აღებული არის ეს ქსოვილი, რის საშუალებითაც მივიღეთ მიკროპრეპარატი. დავიწყოთ განხილვა შრეების, თუ რა შრეებისგან შედგება, გამონაკლის არც სწორი ნაწლავი წარმოადგენს ბუნებრივია და 4 შრე არის წარმოდგენილი, მოვსაზღვროთ თითოეული მათგანი და ვისაუბროთ მის შემადგენელ ნაწილებზე. აი ეს არის სანათურის მხარე, ანუ აი ამ სანათურის მხრიდან ვუყურებთ ახლა აი მიკროპრეპარატს. დასაწყისში ბუნებრივია წარმოდგენილია ლორწოვანი შრით, რომელიც მოისაზღვრება აი სანათურიდან აქედან აქამდე. შემდგომ არის ლორწქვეშა შრე, როგორც ვიცით, აი ეს მეორე შრე, კუნთოვანი შრე და გარეთა შრე. ახლა დავიწყოთ განხილვა, თუ რა ნაწილებისგან შედგება თითოეული მათგანი. ლორწოვანი შრე წარმოდგენილი არის, აი, როგორც ვიცით, აი ამ ნაწილში და წარმოდგენილი არის ერთშრიანი ცილინდრული ეპითელიუმით. სწორი ნაწლავი, როგორც მსხვილი ნაწლავის სხვა ნაწილებიც, არ შეიცავს ხავებს და შედგება მხოლოდ კრიპტებისაგან, რომლებსაც ლიბერკუნის კრიპტები ეწოდება ამ შემთხვევაში. აქ წარმოდგენილი არის საკმაოდ ღრმა კრიპტებით, ანუ ტერმინალური ნაწილისაკენ მსხვილი ნაწლავის კრიპტები ღრმავდება და ვხედავთ კიდევაც საკმაოდ ღრმა არის. თავის მხრივ მეორე ფირფიტა, როგორც ვიცით, ლორწოვანი შრის არის საკუთარი ფირფიტა, იგი დატვირთული არის სისძარღვებით, წვრილ სისძარღვებზეა საუბარი, ასევე ლიმფური ძარღვებით. გარდა ამისა, ვიცით, რომ გვაქვს ასევე მესამე ფირფიტა ლორწოვანი შრის, რომელიც აი ამ თხელი სტრუქტურით არის წარმოდგენილი, აი ეს ნაწილი, რომელიც ლორწქვეშა შრის ზედა ნაწილშია მოთავსებული, ეს არის კუნთოვანი ფირფიტა და აქაც წარმოდგენილი არის შიგნიდან ირგვლივი კუნთებით, ხოლო გარედან სიგრძივი კუნთებით, ანუ ორ შრეთ არის აქაც განლაგებული. რაც შეეხება შემდგომ შრეს, როგორც მოვსაზღვრეთ, ეს არის ლორწქვეშა შრე, რომელიც აი მოისაზღვრება აქედან აქამდე, აი ეს ნაწილი არის. ლორწქვეშა შრე წარმოდგენილი არის ფაშარის შემაერთებელი ქსოვილით, იგი სწორი ნაწლავის შემთხვევაში დიდი რაოდენობით შეიცავს სისხლძარღვებს და ვხედავთ კიდევაც აი ეს ნაწილი, ეს ნაწილი, ეს ნაწილი, აი ეს სულ სისხლძარღვები არის და სწორი ნაწლავი დატვირთული არის ასევე ვენური სისტემით საკმაოდ და ჩანს კიდევაც პრინციპში ამ პრეპარატზე. ასევე გარდა ამისა ჩვენ აქ ხვდებით ლიმფურ კვანძებსაც და როგორც ვიცით მეისნეროს ნერვულ წნულებსაც ხვდებით. შემდგომი შრე არის კუნთოვანი შრე, უბრალოდ განსხვავებით მსხვილი ნაწლავის სხვა ნაწილებისგან, სწორ ნაწლავში ტენიები აღარ გვაქვს და უწყვეტად, აი ჩანს კიდევაც აი ეს ნაწილი, ხო, უწყვეტად მისდევს, ანუ ირგვლივ მთლიანად, აი სწორი ნაწლავის დიამეტრზე იქნება განლაგებული ეს კუნთოვანი შრე, ანუ სიგრძივი. და არა ტენიების სახით. ესე იგი შეიცვალა აქაც, აი ეს განსხვავება არის უმთავრესი მსხვილი ნაწლავის სხვა ნაწილებისაგან სწორი ნაწლავის შემთხვევაში და ჩანს კიდევაც, აი ეს ნაწილი არის ირგვლივად განლაგებული და აი ეს ნაწილი კი არის მხოლოდ სიგრძივად განლაგებული სწორი კუნთები. რაც შეეხება გარეთა შრეს, გარეთა შრე თავის მხრივ ზედა ნაწილში სწორი ნაწლავის, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, აი ეს პროქსიმალური ნაწილი ხო არის სწორი ნაწლავის მაკროპრეპარატზე, აქ წარმოდგენილი არის სეროზული გარსით, ანუ დაფარული არის პერიტონეუმის ფურცლით, ხოლო დისტალურ ნაწილში ადვენტიციით არის უკვე წარმოდგენილი, სადაც უკვე აღარ იფარება პერიტონეუმის ვისერული ფურცლი და შესაბამისად ხვდებით ადვენტიციას. ეს პრეპარატი თვითონ აღებული არის დისტალური ნაწილიდან, შესაბამისად ჩვენ აქ ადვენტიციას ხვდებით.
ასევე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სწორი ნაწლავისა და ყითის საზღვარი, რომელიც წარმოდგენილი არის აქ აი ამ ზედა ისრით და მნიშვნელოვანია იმით, რომ როგორც აღნიშნეთ, სწორი ნაწლავი ერთშრიანი ცილინდრული ეპითელიუმით, აი ეს სტრუქტურა ხო მთლიანად, აი აქ რასაც ხედავთ, ერთშრიანი ცილინდრული ეპითელიუმით არის დაფარული და შემდგომ უკვე ყითის ნაწილში, აი ეს ნაწილი უკვე ყითის ნაწილია. და სხვაობასაც ვხედავთ, ხო, ლორწოვანიშიდან, ანუ ეს ხო სანათურის მხარეა. მარტივად ხვდებით ხო ამას უკვე, იმიტომ რომ კარგად ეთყობა, რომ ეს ლორწოვანიში არის. და აი ყითის მხარეს ეს ერთშრიანი ცილინდრული ეპითელიუმი გადადის მრავალშრიან გაურქოვანებულ ეპითელიუმში. პრინციპში დაახლოებით იგივე სიტუაცია, როგორც საკლაპავის შემთხვევაში რო იყო. აი, მანდაც ხო იყო გაურქოვანებული მრავალშრიანი ეპითელიუმი, აი აქაც ზუსტად ასე არის, გადადის ამ ნაწილში და განსხვავებაც აღინიშნება. რაც შეეხება თვითონ აი დისტალურ ნაწილში უკვე ხო, რაც უფრო გარეთ ამხარეს მივემართებით, მაგ დროს უკვე ეს მრავალშრიანი გაურქოვანებული ეპითელიუმი გადადის გარქოვანებულ მრავალშრიან ეპითელიუმში, ფაქტობრივად როგორც კანზე არის წარმოდგენილი. რაც შეეხება აი ამ მეორე ისარს, ხო, აქ მონიშნული არის აი ესეთი საკმაოდ სქელი კუნთოვანი სტრუქტურა, რომელიც არის სფინქტერი, სწორი ნაწლავის შიგნითა სფინქტერი და იმიტომაც არის აი ესეთი გასქელებული, ანუ რეალურად ხო აი ეს ორი შრე, აი ამ პრეპარატზე რაც განვიხილეთ კუნთოვანი, ხო? შრე ორი ფირფიტით რო არის წარმოდგენილი ცილინდრული და სიგრძივი, ხო? ანუ ირგვლივი და სიგრძივი. აი ამ შემთხვევაში აი ეს სტრუქტურებია, აი შიგნითა არის ირგვლივი, ხო? და ეს არის სიგრძივი და დამატებით აი აქ არის უკვე კუნთოვანი სტრუქტურა. აი ეს არის უკვე სფინქტერი და ამიტომაც აქაც მონიშნული არის, რომ კარგად გვესმოდეს, რომ დისტალურ ნაწილში, სწორ ნაწლავში ასეთ სტრუქტურას, ანუ სფინქტერს, კუნთოვანს შევხვდებით. გადასასვლელი საზღვარიც კარგად გავიგეთ, იმიტომ რომ საკმაოდ კარგად ჩანს განსხვავება, ეს არის ერთშრიანი ცილინდრული ეპითელიუმი, ეთყობა კიდევაც, ანუ კრიპტებით არის აი წარმოდგენილი, ხო, როგორი სტრუქტურა არის და აქეთ კი ამ დისტალურ ნაწილში მარცხენა მხარეს კი ყითა წარმოდგენილი არის უკვე გაურქოვანებული მრავალშრიანი ეპითელიუმით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, გისურვებთ წარმატებასა და მეცნიერული ცნობის მოყვარეობის გაღრმავებას.